საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მის თანხმლებ-პირებს ხუთშაბათს დილით ვაშინგტონის სათაო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. ეს იყო პირველი უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს და ქრისტინ ლაგარდს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს შორის შედგა. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილის თქმით, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველია ეკონომიკურ საკითხებში, ისაუბრეს ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მონეტარული პოლიტიკის მდგრადობის შენარჩუნებაზე, საგარეო შოკებთან გამკლავების საკითხებზე თუ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე. ამავდროულად საუბარი შეეხო მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას, თუმცა ისე, რომ დაცული და შენარჩუნებული იქნას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ამავდროულად მომდევნო წელს ხდება ეროვნული ბანკის მმართველის ცვლილება, გამომდინარე ვადის გასვლასთან დაკავშირებით და საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელსაც პრეზიდენტი აპირებს ამ მიმართულებით რომ წარმართოს, ანუ კანდიდატის შერჩევა და დასახელება მოხდება არაერთ პიროვნულად, არამედ კონსულტაციით სამოქალაქო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან. პრეზიდენტ მარგველაშვილის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ ქრისტინ ლაგარდთან დაახლოებით 9 საათის მანძილზე გრძელდებოდა. მადამ ლაგარდი მას ასე მიმართავენ ფონდში, ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო, ისევე როგორც ურთიერთობა საქართველოსთან ბოლო წლების მანძილზე. პრეზიდენტთან და მის დელეგაციასთან ბრწყინვალე შეხვედრა გქონდა. მოგვეცა საშუალება კიდევ ერთხელ ყურადღებით გავცნობოდით საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობას. მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მართლაც ბრწყინვალე იყო. ძალიან პოზიტიური შეხვედრა გახლდათ. საერთაშორისო სავალუტო ფონდში გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე პრეზიდენტი მარგველაშვილი უილსონის ცენტრში საჯარო შეხვედრაზე გაემგზავრა. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.